დროისაუბროთ იმაზე თუ რა ხდება გლობალურ ბიზნესში და ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით რომ ამერიკულმა სამხედრო კონტრაქტორმა კომპანია Boeing-მა დაიწყო F-47-ის წარმოებაზე მუშაობა. ამერიკის ომის დეპარტამენტმა უკვე გასცა მისი განკარგულება ოფიციალურად და F-47 არის ახალი თაობის ავიაგამანადგურებელი, მე-6 თაობის სტელსის კატეგორიის გამანადგურებელზე გვაქვს საუბარი, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს F-22 Raptor-ი, რომელიც ამჟამად ითვლება პლანეტის საუკეთესო ავიაგამანადგურებლად, არა უბრალოდ ამჟამად, არამედ ბლუ 30 წელიწადია, მას ტოლს სწორი ვერა და ვერ გამოუჩნდა და მომდევნო აწლეულების განმავლობაში სწორედ F-47 იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ფლაგმანური ავიაგამანადგურებელი, რომელთანაც ახლოს წესით ვერაფერი ვერ უნდა მოვიდეს მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში. ჯამში ომის დეპარტამენტი აპირებს 185 ერთეული F-47-ის ყიდვას, შეიძლება ეს რიცხვი გადაიხედოს ხარჯების მიხედვით. პროექტის ღირებულება რამდენი იქნება არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით უკვე რომ ანგარიშობენ, ფიქრობენ რომ ეს ხარჯი იქნება მინიმუმ $3 ტრილიონი. ანუ ეს იარაღი იქნება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იარაღი და თავად $3 ტრილიონი შედარებისთვის გეტყვით რომ უფრო მეტია ვიდრე რუსეთის ფედერაციის თლიანი შიდა პროდუქტი. აი ეს ეღირება ეს თვითმფრინავი, ცხადია, ყველა ერთეულზე გვაქვს საუბარი და ყველა ერთეულის თითოეული ეგზემპლარის ღირებულება ასევე ითვალისწინებს წინარე ხარჯებსაც, რაც უკავშირდება კვლევას, განვითარებას, ტესტირებას და იმ ყველაფერს, რაც საჭიროა F-47-ის შესაქმნელად. Boeing-მა დაიწყო მუშაობა და სავარაუდოდ პირველი სერიული F-47 გამოჩნდება 2030 წელს, ანუ იქამდე ცის მეფედ ისევ და ისევ F-22 დარჩება, ხოლო ამის შემდეგ F-47 გადაიბარებს ტახტს და საინტერესოა რომ F-47 სახელი სავარაუდოდ შერჩეული არის სწორედ დონალდ ტრამპის მიერ, ვინაიდან ის არის ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი და სწორედ მან მოაწერა ხელი F-47-ის პროექტს. მაგეთი მარკეტინგული სლები დონალდ ტრამპს არ ეშება. ცის რა მოგახსენა, მაგრამ ყაზახეთი გეგმავს ეროვნული სარკინიგზო კომპანია, უბრალოდ ყაზახეთის ამერიკული კომპანიისგან, ეს არის WebTech-ი, $4.2 მილიარდ შეიძინოს 300 ლოკომოტივი, რომელიც მათი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ლოგისტიკური ჯაჭვის განვითარებას მოხმარდება. ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის განცხადებით აღნიშნული გარიგება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყაზახეთს შორის ისტორიაში იქნება ყველაზე მსხვილი გარიგება, შესაბამისად დაეხმარება ყაზახეთს, რომ ცენტრალურ აზიაში ახალი ეპოქის დაწყება მოახერხოს ლოჯისტიკის მიმართულებით. 300 ლოკომოტივი საკმაოდ მოცულობითია, სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში 300 ლოკომოტივი შესაქმნელად დამატებით 11,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს რა თქმა უნდა ამერიკის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ხოლო ყაზახეთი ამერიკული კომპანიის მხრიდან თანამედროვე მძლავრ და ეფექტიან სარკინიგზო ტრანსპორტს მიიღებს, რომელიც ქვეყანაში და იმ ლოჯისტიკური ჯაჭვის განვითარებას მოხმარდება საკმაოდ თან ამერიკული სტანდარტებით, არა საბჭოური სტანდარტებით. კი ბატონო, ამერიკული სტანდარტებით, რომელზეც ლიანდაგები ასე ვთქვათ ყაზახეთში როგორც ჩანს უკვე მორგებულია. კი. აქვე კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ეს უკავშირდება პლანეტის უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას NVIDIA-ს, რომელმაც გადაწყვიტა და უკვე ინვესტიცია განახორციელა OpenAI-ში, რომელიც არის მოგახსენება პლანეტის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი. ის ქმნის და ავითარებს ChatGPT-ს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად AI მოდელს. ამ ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 11 არცნაკლები $100 მილიარდ და ამ თანხის განთავსების შედეგად NVIDIA გახდება OpenAI-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი, ანუ OpenAI-ის თავარი დამფინანსებლები იქნებიან ერთ მხარეს Microsoft-ი, მეორე მხარეს NVIDIA. ფაქტობრივად ულიმიტო ფულთან აქვს ახლა OpenAI-ის წვდომა შეუძლია ყოველთვე გავიდეს 10 მილიარდი ზარალზე და მას ფული მაინც არ დაუმთავრდება, აი ამდენად უნდა ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელება. თავად NVIDIA რა თქმა უნდა მიიღებს OpenAI-ში წილს და გადაწყვეტილებებში ჩართვის უფლებას და სავარაუდოდ შემდეგ უკვე AI აგენტების გამოყენების შესაძლებლობასაც, რაც NVIDIA-ს ძალიან აინტერესებს, ხოლო OpenAI ისეთი ტემპით ვითარდება, ალბათ უკვე ინვესტორები იმასაც მოელია, რომ ერთდროს ის გახდება პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია და მინიმალური წილის შეძენაც კი ინვესტორ კომპანიას მოუტანს უდიდეს ფინანსურ სარგებელს და ეს $100 მილიარდი NVIDIA-სთვის შეიძლება ერთდროს იქცეს ტრილიონიან მოგებად, ძალიან მარტივად, ასეთი მათემატიკა შეიძლება დაჯდეს მარტივად რომ თქვათ და აი ამაზე აქვს გათვლა ინვესტორებს. OpenAI იზრდება თვალის მომჭრალი ტემპით, რადგან ეს ტექნოლოგია, რომელსაც ის ავითარებს, ნამდვილად არის ეპოქალური მნიშვნელობის.
ხო, ამერიკულ NVIDIA-სთან კონკურენციაში ჩამორჩენა არ სურს ჩინურ მხარესაც, ამ შემთხვევაში Huawei-ს და უმსხვილეს ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei ახალი თაობის AI სუპერკომპიუტერის წარმოებას იწყებს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გქონდა საუბარი, რომ Huawei იწყებდა AI ჩიპების წარმოებას. SND-ის სერიაზე გვაქვს საუბარი. SND სერიაზე წარმოებას, რომ არ ჩამორჩეს NVIDIA-ს ამ მიმართულებით, თუმცა აქ საუბრობთ სუპერკომპიუტერზე და ეს SND ჩიპები სწორედ დაფუძნებული იქნება Atlas-ის სუპერ კომპიუტერის არქიტექტურაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ Huawei-ის მიერ შექმნილი ახალი AI ჩიპები სუპერკომპიუტერების გამოთვლითი საშუალებებით იქნება აღჭურვილი. შესაბამისად, Huawei-ის ეს ინვესტიცია მოხმარდება იმას, რომ ერთის მხრივ SND-ის სერია განავითაროს, რომელიც 2026 წლიდან უნდა გამოჩნდეს. უკვე ეს იქნება 950 PR მოდელი ბაზარზე და 2027 წელს გამო SND-ის 960 მოდელი და 2028 წლის ბოლოს კი კომპანია 960 სერიის გამოშვებას დაიწყებს. ჯერჯერობით ტექნიკურ სიმძლავრეებზე საუბარი არ არის, თუმცა ჩინური მხარე აცხადებს, რომ ის არ ჩამოუვარდება SND სერია NVIDIA-ს ჩიპებს, შესაბამისად სუპერკომპიუტერი, რომელსაც Huawei შექმნის, ის პირიქით უფრო მძლავრი იქნება და მისი გამოთვლითი მაჩვენებლები ბევრად გადააჭარბებს დღეს არსებულ სუპერკომპიუტერებს მსოფლიოში. ხო, ამ გზით ჩინური კომპანია და მათ შორის მთლიანად ჩინეთი ცდილობს ამერიკაზე დამოკიდებულების შემცირებას და ეს პრინციპში ხელს უწყობს კონკურენციას. კონკურენცია კი ყოველთვის არის მომხმარებლებისათვის, ჩვენთვის სარგებლის მომტანი. კიდევ ერთ საინტერესო გარიგებაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც შეიძლება შედგეს, ჯერ არ არის დადასტურებული და ეს უკავშირდება ბელგიურ საბანკო საფინანსო ჰოლდინგ KBC Groups და ნიდერლანდებში დაფუძნებულ ABN AMRO Banks. როგორც ჩანს, KBC-ის ABN-ის შესყიდვა სურს და თუ ეს გარიგება შედგა, ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო საფინანსო შერწყმა, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვინახავს. ხოლო ამ შერწყმის მხარეს ერთი მიმართულებით არის ABN-ი, რომელსაც აქვს 26 მილიარდი დოლარის საბაზრო შეფასება, KBC-ის კაპიტალიზაცია კი შეადგენს 47 მილიარდ დოლარს. სავარაუდოდ ეს გარიგება განხორციელდება აქციების გაცვლით და არც ნაღდი ფულის გადახდით, რადგანაც 47 მილიარდიანი კომპანია 26 მილიარდს ნაღდი ფულის სახით უბრალოდ ვერ გადაიხდეს, ამდენი ფული მას არ აქვს, მაგრამ აქციების გაცვლა მიღებული, აპრობირებული პრაქტიკაა და ძალიან დიდი ვარაუდით ეს გარიგება შედგება, რადგანაც Bloomberg-ი მტკიცებით ფორმატში წავს, რომ ის მალე განხორციელდება და თუ განხორციელდება, როგორც ვთქვით, ეს იქნება ევროპის საბანკო საფინანსო სექტორში წელს დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მსხვილი გარიგება.